მაშ ასე როგორც დაკვირდით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად დავბრუნდი ეთერში. მოგესალმებით ბატონო გოჩა, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. კვირის რეალობა დღეს ყველა გამგებელს საშუალებას აძლევს შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, თქვენს მიერ გაკეთებული საქმეების პრეზენტაცია მოახდინოთ ჩვენს გადაცემაში, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ თვლით, რომ ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს თუ რა კეთდება მათ ირგვლივ, მათ სოფლებში, ქალაქებში თუ დაბებში. დავიწყოთ კასპის მუნიციპალიტეტით, გავაგრძელოთ უბრალოდ, რა შეიცვალა თქვენი გამგებლობის შემდგომ კასპში? მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მოგესალმები ტელევიზიას პირველად არის ჩემი ვიზიტი და იმედია რომ მომავალშიც გავაგრძელებ ჩვენ საქმიანობას. რაც შეეხება ჩემს ორწლიან მუშაობის პერიოდს, დავიწყებ ზოგადიდან და გადავალ კონკრეტულზე, თუ შესაძლებელია. დაახლოებით კასპის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტებიდან გასულ წელს დაიხარჯა დაახლოებით 29 მილიონი, წელს იხარჯება 32 მილიონზე მეტი ინფრასტრუქტურის სამუშაოებზე თანხა. ეს არის სხვადასხვა პროექტებიდან, რომელიც ხმარდება კასპის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელზე, ასევე კასპს. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან გაგვიგრძელდეს ეს რაც მოტანილი მაქვს, ჩამონათვალე მაქვს, შემიძლია დაგიტოვოთ მე უფრო დეტალურად გაიცნობით, მაგრამ მთავარი რაც გაკეთა ინფრასტრუქტურის პროექტებით, ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ ახლა ამჟამად დამთავრდა კასპი-იგოეთის გზა, ეს არ არის ვთქვათ უშუალოდ გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილის მიერ შესრულებული ან კასპის მუნიციპალიტეტის გამოყოფილი ინფრასტრუქტურის პროექტი, მაგრამ ეს არის ჩვენი ხელისუფლების პროექტი, რომელიც ვთქვათ 2012 წლიდან დღემდე განხორციელდა კასპის მუნიციპალიტეტში. ეს რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლების ხელშეწყობით, ისევე გუბერნიისა და ჩვენი რაღაც აქტიური ჩართულობით ეს მონაკვეთი კასპი-იგოეთის გზა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი შესასვლელი კასპში. დაახლოებით 50 წელი, 40-50 წელია არ გაკეთებულა რეაბილიტაცია, არ ჩატარებულა. ახლა მოხდა სრული რეაბილიტაცია. ამას დაემატა ასევე კასპი-იგოეთი, კასპი სამთავისის წყლისადენის მილების სრული რეაბილიტაცია, წყალსადენის სრული რეაბილიტაცია. გავიკვირდება და ჩემთვის მეც გაკვირვებული დავშვა, როდესაც აღმოაჩინე, რომ კასპს წყალი მიეწოდებოდა აზბოთცემენტის მილებით 30-იან წლებში გაკეთებული მილებით. როდესაც დავაყენეთ ეს საკითხი, იგივე გუბერნატორის წინაშე, ასევე გუბერნატორმა ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, უკვე კასპის ეს მონაკვეთი, გზის მონაკვეთის მშენებლობა დაწყებული იყო, რომ პრემიერის რაღაც ოპერატიული გადაწყვეტილებით 1,900,000 ძალიან სწრაფად გამოიყო გაერთიანებული წყლის კომპანიას, რომელმაც დაიწყო ამათი პროექტით ამ გზის რეაბილიტაცია. ამ პატარა მონაკვეთზე, კასპი-იგოეთზე 4,5-მილიონიანი გზის პროექტირება 1,900,000 და დაახლოებით 6 მილიონზე მეტი პროექტი განხორციელდა, თუ რაღაცა ხორციელდება, ჯერ კიდევ გზა დამთავრებული არ არის. ამას გარდა, რაც ინფრასტრუქტურის პროექტებით, მუნიციპალური განვითარების პროექტებით ხორციელდება, კასპში გაკეთდა ჩემი გამგებლობის პერიოდში სოფელ ოკამის, საქადაგიანოს, ხიდის ყურის, კავთისხევის, თვალადის, ეზატის, ზემოხანდაკის, თეზის ამჟამად მიმდინარეობს კასპი ახალქალაქი კონი ერთაწმინდის მიმართულებით 2,5 მილიონიანი გზის რეაბილიტაცია, 3,5 მილიონიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახალქალაქი ნოსტემ-თბილთუბნის მიმართულებით. გზები განხორციელდა და გაკეთა იმ მიმართულებით, სადაც თქვათ აი კომუნისტების დროსაც და კარგად ასე ვთქვათ ბჭყალაში მოსახლეობის პერიოდშიც რომ არ ხონდათ გაკეთებული. არც იმ ხელისუფლების დროს, მე არ ვამბობ ბოლო 9 წლის განმავლობაში, მე ვამბობ ბოლო 30-40 წლის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი პროექტები იქნა განხორციელებული. ამდენად ეს არის ძალიან ესეთ მნიშვნელოვანი მოსახლეობა ამას რა თქმა უნდა პრობლემებთან ერთად, რომელიც თქვა ყოველდღურად აქვს მოსახლეობას, რომელსაც ასწავლ ჩვენს შესაძლებლობას ცილდება, ეს რამდენად ადგენდა და ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად წარდგება ჩვენს მოსახლეობას. მთავარი პროექტები, რასაც ჩვენ გვინდა გამოვყოთ.
ეს არის ჩვენ დავიწყეთ უკვე მეორე წელია გარე განათება, რომელიც მასშტაბურია და მთლიანად მუნიციპალიტეტს მოიცავს. ჩვენ გავანათეთ აბსოლუტურად კასპის ყველა ქუჩა, ჩამონელებული ქუჩა და წელს უკვე შარშან ქונה დაწყებული რაღაც 17 სოფლის ცენტრი გავანათეთ, ამჟამად უკვე მიმდინარეობს 55 სოფლის გარე განათება, მათ შორის განყოფილებული წმინდებარე სოფლები. ეს ცენტრიდან გაშლა ხდება ამ გარე განათებების, ეს დაждდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 200.000 ჯდება ეს თანხები. ჩვენ აბსოლუტურად მოხდა მყარი ნარჩენების გატანა სოფლებიდან დავიწყეთ, რაც არ ყოფილა აწლულების განმავლობაში და ეს რჩებოდა სოფლებში, ჩვენ რა თქმა უნდა მოძველებული ტრანსპორტით, მაგრამ მაინც დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. ესეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დიახ. ჩვენ ეს მყარი ნარჩენების კომპანია არის ესეთი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომელმაც კასპში კეთილ მოაწყო ნაგავსაყრელი მთელი კომუნისტების მე რა თუ ახლა 20-30 წლის რაც კი კასპში ნაგავი იყრებოდა, ყოველგვარი დამუშავებისა და გადამუშავების გარეშე ხდებოდა. აი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენ გაგლოს პერიოდში მოხდა წინა საარჩევნოთ, ასე რომ ვთქვათ, უფრო სწორად ამ თვითმმართველობის საარჩევნოს წინა პერიოდში ხდებოდა ამ ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია, არის თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი ამ ნაგავსაყრელის გაკეთებული მოწყობილია და ხდება ყოველდღიურად სოფლიდან დაახლოებით 60 რეისის გატანა დაახლოებით თვეში. და თქვენ წარმოვიდგენთ, რომ გადავამაგერებთ ეს 2 წელიწადს, ახლა რამდენი თქვათ მყარი ნარჩენი არ დავტოვეთ ჩვენ სოფელში და რაღაც ჩამოვიტანეთ თქვათ თავის დანიშნულების ადგილზე. ჩვენ ერთადაც ვთქვათ შეგვიძლია რომ ვიამაყოთ კასპი სპორტის მხრივაც ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, მოხდა ვახდენთ ამჟამადაც ხორცელი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით სოფლიო ბანკის თანადაფინანსებით სპორტ კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით 2 მილიონზე მეტი ჯდება და იმედია რომ საახალწლოდ ალბათ ჩვენ ამ პროექტში. თუმცა თებერვლამდე რაღაცა გადავხეს პროექტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას დავამთავრებთ. გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ამ ელექტროფიცირებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ ასეთი სოფელი, სადაც თუნდაც ერთი მოსახლე ცხოვრობს, რომ საერთოდ ელექტროენერგიის გარშე გქონდეს დატოვებული. გაზიფიცირება ხორციელდება, განხორციელდა აბსოლუტურად განხორციელდა მიმდინარე წელს და წელს ხორციელდება სამშენებლობები დამთავრდა კათვისხევის ტერიტორიული ორგანოს მიმართულებით. ხდება ნაწილობრივი ჩართვა განყოფი ზოლის 10 სოფელში სადაც განხორციელდა გაზიფიცირება თვისბოლო და აბსოლუტურად ყველა ოჯახში შევა გაზი, აბსოლუტურად ეს არის ცენტრალური ხელისუფლების პროექტი, რომელიც კასპიის მუნიციპალიტეტში ძალიან წარმატებით ხორციელდება. დიახ. ჩვენ დანარჩენი პატარ-პატარა წურწულ პროექტებზე არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პროექტი ჩამოთვალეთ. ბატონო გოჩა, მე მინდა გკითხოთ მოსახლეობამ რამდენად იცის და რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა აი იმ პროექტებზე, რომელიც ეს თქვენი საუბრეთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ისმის ხელისუფლების მისამართით პრეტენზიები, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა და არაფერი გაკეთებულა მათთვის სასიკეთო. ისე მოსახლეობის მხრიდან მამობ და იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ირიცხებიან ოპოზიციურ წრეებში. იცით რა, ეს ცოტა შეიძლება პიარის კუთხით ჩვენც მოიგოჭლებთ ახლა და არ როგორ სათანადოდ, მაგრამ მე ერთი მომენტი ვითვალისწინებ, რომ მოსახლეობას ალბათ რა თქმა უნდა ტელევიზიას თავისი ადგილი და მედიას თავისი ადგილი და როლი აქვს აუცილებელი მისი უკეთე გამოყენება, მე ამას რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ. არის მეორე მომენტი, როდესაც ახლა კასპი ბაზრის წინა ტერიტორიაზე ახლა მთელი დაიგო ასფალტი, მოეწყო საფეხმავლოები. ახლა ამას მე ვფიქრობ, რა უნდა დამატებითი კიდევ შეიძლება ვიფიქროთ რა რაღაც ჩვენთვის რომ ვთქვათ, რომ ამას არ უნდა ვთქვათ იმის აფიშირება და მოსახლეობა ალბათ დაინახა. რომ ეს მაინც და მაინც ტელევიზიიდან უნდა გაიგოს, რომ კასპი გოთის რა გაკეთა, როდესაც ყოველდღე ამ გზაზე გადიან. რა კატეგორიის ადამიანები გაკრიტიკებენ, აბა ბატონო გოჩა, თქვენ რას ფიქრობთ? ნუ ახლა თუ პოლიტიკური კონექტივების გარდა ახლა ვთქვათ ამას, რომელსაც მყარია ვთქვათ, ერთობა აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ ვთქვათ ძალას, იმის გარდა ნუ
ალბათ ყველაზე გაჭირებული ადამიანის, რომელსაც მართლა თქვა ეგონა რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში არსებითად შეიცვლოდა მათი ეკონომიკური მდგომარეობა. აი ეს ვისთანაც ყველა ოჯახში ვისთანაც ვერ შევედით ჩვენ. კონკრეტულად ჩვენ ახლა ინდივიდუალურად უნდა შევიდეთ რაღაცნაირად, რომ ჩვენ ამ მოსახლეობას დავანახოთ, რომ იგივე ახლა ამასინად გადიოდა ეს რაღაც გამყოფი ზოლოს მიმდებარე თქვენი კოლეგა ტელევიზიის ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ერთ-ერთ სოფელში გადიოდა სიუჟეტი, რომ აიცო მე ვაქო სახლზე არ შემიცვალეს პატარა ერთ ოთახიანი სახლის შიფერი არ შემიცვალესო, მაგრამ წყალი გააკეთესო, გაზი გააკეთესო, მაგრამ აი ეს არ გაუკეთებიათო, დაბარ არ არის მთავრობაო, რომ შენ პიდენან ახლა წინა არჩევნებზე თუ მეორე არჩევნებზე და შიფერი არ შემიცვალესო. ნუ ახლა თუ იქ კონკრეტულამდე არ მივარ ჩვენ. და მოქალაქე ჩვენ თვითონ ოჯახში ან შიფერს არ გადაუხუროთ, რომელიც ძალიან კატასტროფულ თანხებთან არის დაკავშირებული, ვიცი ძალიან დაძრულდა საქართველოს, სოფლები ძალიან დაძრულდა. და ალბათ ამისთვის ჩვენ გამონახავთ ამ ზოგადად რომ მორჩები ჩვენ ამ თქვათ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გზებს, წყლებს, რაც აუცილებელია ყოველდღიურ მოსახლეობისთვის, ალბათ ჩვენ ეხაც უნდა შევხედოთ, რომ თვითონ მოქალაქეს რაღაცნაირად დავეხმაროთ. თქვენ ვიცით წინასაარჩევნოთ დაპირებები მოსახლეობას, რომ იგივე შეეხებოდა მათ სახურავებს გამოჩენაში. მე ესე იგი განხორციელებელი დაპირება მე არაფერი არ მიცია და მე ვფიქრობ არც ხელისუფლებას. რატომ ეგონათ მოსახლეობას მაშას? ნუ მოსახლეობას ახლა მე არ მინდა ახლა წავიდო. ვიღაცას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ თქვათ ვიღაცა კეთილი ადამიანი მივიდოდა და თქვათ მაცირებს გაუშვებდა რაღაც მესეჯს დაფეცლებოდა დამშემაიც, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას, რომ ახლა შეიძლება 100 ქარხანა თქვათ სადაშენდა. ახლა კასპი აშენდა რამოდენიმე თანამედროვე ტიპის თქვათ საამქრო ქარხანა, ახლა ბოლოს აშენდა კერძო თქვათ სექტორის მიერ სასუქის წარმოების ქარხანა, რომელმაც აღორძინა ერთი ცეულითების ქარხანა, რომელიც კომუნისტების მიერ აღმუშავებია და დაინგრა, დაახლოებით 60-100 კაცამდე უნდა დასაქმდეს. ახლა მე გეუბნებით ახალს და არა მარტო ცემენტის ქარხანა, აბსოლუტურად ყველა ქარხანა რაც აქამდე არსებობდა კასში ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა რეორგანიზებული რაღაც გარკვეული მასშტაბებით, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქარხანა, ყველა დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებდა, დღესაც ფუნქციონირებს. მაგრამ მოსახლეობას ალბათ ისევ აქვს განცდა, რომ უნდა შეიქმნას დეთანხმებით უფრო მეტი დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას და უფრო მეტი კერძო კაპიტალის შემოდინება უნდა იყოს რაიონში, უფრო მეტი სამუშაო გაჩნდეს. ამის მერე მოხდება ამ ხალხის თქვათ ეს გიგე მოთხოვნების დაკმაყოფილება. შეიძლება ვთქვათ, რომ მომდევნო წელი უფრო უკეთესი იქნება კასპისთვის ვიდრე არის. იცით რა ახლა რა თქმა უნდა ახლა ჩვენ ყოველთვის მოვალის იმედი გვაქვს. წინა 2 წელი ნამდვილად ახლა მე არ ვიცი სხვა მე ვიცი რომ ეგეში და ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში ძალიან ისე პროექტები კარგად ხორციელდებოდა, ახლა სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ მხრივ ინფრასტრუქტურის პროექტების მხრივ მე დამერწმუნეთ, რომ მე არ გეუბნებით ბოლო 9 წელი, მე გეუბნებით ბოლო 20-30 წელი არ გაკეთებული ესეთი პროექტი, რაც კასპის მუნიციპალიტეტში გაკეთდა და განხორციელდა. გასაგებია. ბოლო კითხვა ტრადიციული დღეს მინდა გითხოთ, როგორ დაგიმახსოვრებთ კასპი მას შემდეგ, რაც თქვენ ამოგეწურებათ თქვენი გამგებნების ვადა. იცით რა, მე მანამდეც ვახსოვდი მე კასპელი ვარ, წარმოშობი იქ დავიბადე, გავიზარდე, 15 წელი მე მოსამართლე ვიყავი და გოჩა-გოჩიტაშვილი ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც ერთი საქართველოს სამშობლოს მოსავალ ადამიანი, რომელსაც ხელები არაფრით არ დასრულე და ყოველთვის მართავდა კეთილ საქმეს აკეთებდა. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ეს გოჩა-გოჩიტაშვილის თბილისის რეალობა იყო. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ უკვე შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად დაგიბრუნდებით, რომელიც შეაფასებს კასპის და არა მარტო კასპის სხვა მუნიციპალიტეტების მუშაობას. დროებით.